შუახევის მუნიციპალიტეტის ბარათაულის თემში მცხოვრები სოციალურად დაუცველი დუმბაძეების 4-სულიანი ოჯახის ყველაზე პატარა წევრის 3 წლის ირაკლის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. მას კვების დარღვევის ნიადაგზე ქრონიკული დაავადება ჩამოუყალიბდა. ვინდა რა გზით დაეხმარება პატარას გაიგეთ დროს რეპორტაჟიდან. დუმბაძეების ოჯახის ეს ოთახი სამზარეულოს და საძინებლის ფუნქციას ერთდროულად ითავსებს. ვითარება ყოველ გაწვიმებაზე რთულდება. შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობას დახმარების თხოვნით არაერთხელ მიმართეს, თუმცა მათი საცხოვრებელი პირობები არ შეცვლილა. მძიმე სოციალურმა ფონმა და დაბალმა შემოსავალმა ყველაზე მეტად ოჯახის პატარა წევრს ავნო. 3 წლის ირაკლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე რთულია. 4 კილო და 200 დაიბადა. მოვლა აკლია მას ხელი აგირა სიმართლე ვიტყვი ხომ? არ მაქვს საშუალება ბავშვი ვიტამინი უყიდო თავის ხომ? ვასვამ. აი წამალემ გოუკეთო ბაღანათა ვაწამო და კვებაში მყავდეს. ამას უნდა თავისი ვიტამინები, ლემსები, აცამფერები უნდა და ვერ უყიდე. მეზობლი დავზი და უძეს და ვაჭნე. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას რთულად აფასებს უბნის ექიმი. გურამ ქარცევაძე ამბობს, რომ 3 წლის ირაკლი სრულიად ჯანმრთელი დაიბადა, თუმცა შემდგომში კვების დარღვევის ნიადაგზე ქრონიკული ხასიათის დაავადება ჩამოუყალიბდა, რამაც თავის ქალი და კიდურების დეფორმაცია გამოიწვია. დაავადების მკურნალობის გზებზე საუბრობს ექიმი პედიატრი დავით ზოიძე. სრული მდგომარეობის შეფასებისათვის ჩვენ მაგას გავუკეთებთ კლინიკური გამოკვლევით, ეს რამდენიმე დაჭირდება, შევადგენთ მისი მდგომარეობის სტატუსით, მის შემადგენლობას, სისხლის, ნივთიერებათა ცვლის სხვა ფაქტორები ხო არაფერი დარღვეული არის, მივიცემთ სქემას და ამის შემდეგ საჭირო იქნება მეთვალყურება, მიმდინარე მეთვალყურება, რომ ის შესულეთ დანიშნულება. 3 თვერზე აჭამა, მაშინ კარგად იყო ბავშვი. ეს მერე მოხდა უცბად მოძრაობის დროს, რძე შეუწყდა, მანაც ვერ ჭამს ალბათ კარგად, ხო და განვითარდა რაკიტი. ახლა რაკიტმა გამოიწვია შესაბამისად კიდურების დეფორმაცია, და ბავშვი ფეხზე დგომა უჭირს. შემდეგ არის იელმეთან დაყოლილი და არის კიდევ კვების არასრულყოფილების გამო ჰიპოტროფია. დუმბაძეების სოციალურად დაუცველ ოჯახის შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ეწვივნენ. მათ ერთჯერადი დახმარების სახით სურსათი მიუტანეს. გამგებლის განცხადებით, ამ ოჯახის მდგომარეობის შესახებ თავად სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების შემსწავლელი კომისიიდან გაიგო. ჩვენ გვაქვს სოციალურ სახლში რამოდენიმე ბინა 15 ბინა და ალბათ ამ დღეებში გადაწყდება ეს საქმე და მე მგონი გადავიყვანთ ამ ოჯახს აუცილებლად შუახევის რამოში. მე აუცილებლად თავრობის თავმჯდომარე საქმისყური შაბატონი არჩილი ჩვენ რა თქმა უნდა კომისიამ შეისწავლა ჩვენ კომისიამ ოჯახი დასკვნა დაიდება და კანონის პარაგრაფში მე დარწმუნებული ვარ რომ ეს ოჯახი მოთავსება შუახევის სოციალურ სახლში. შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის გადაწყვეტილებით 3 წლის ირაკლი დუმბაძე დღეიდან მკურნალობის კურსს ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში გადის.